Გავიკვირდება და კონსტიტუციის დავიწყებ ისევ. არ გამიკვირდება. იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი ვითარება თქვენ ხართ მოგონი ერთადერთი ვინც პოპულარიზაციას უწევს კონსტიტუციას. დარწმუნებული ვარ რომ მოვესწრები რომ იქნება 3 მილიონი ნახევარი მინიმუმ ვინც ამას დავეყრდნობით ასე ვიცხოვრ და მაშინ ასეთი უბედურებები აღარ იარსებებს, იმიტომ რომ აქ ძალიან ნათლად წერია რომ ყველა ადამიანი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულის გამო. არავინ არ აგებს პასუხს იმის გამო, რაც მას არ ჩაუდენია. და თუ ვინმე რამე ჩაიდინა, ამის გამო არ შეიძლება 10 სხვა დანაშაული მოიგონო და დაუმძიმო და შური იძიო და პოლიტიკურად ანგარიში გაუსწორო ადამიანს, რომელიც თვალში არ მოგდის, რომელსაც მანამდე ფიზიკურად გაუსწორდი. კი, სახელმწიფო გაუსწორდა ფიზიკურად, ნახეთ ეს. რატო? იმიტომ რომ შენო შეურაცხყოფა მოგვაყენეო. სახელმწიფო, იმიტომაა სახელმწიფო, რომ მან ცუდი საქმის ჩამდენი კარგად და სწორად უნდა დასაჯოს. იმ პროცესურების დაცვით, იმ მტკიცებულებების დაცვით და კიდევ მეორე იმის გამო, რაც მან შესაძლოა ჩაიდინა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მკაფიო მაგალითთან დიახ პოლიტიკური მართლმსაჯულების, იმიტომ რომ ალეკომ თუ ჩაიდინა ამდენი და ამისთვის პასუხისგებისთვის ის მზად იყო და მან პირველივე დღეებში განაცხადა რატომ რა მოტივით, რა მიზნით, რა განზრახვით, როგორ ემოციური ფონით და ასე შემდეგ და ამისთვის თუ ჩაიდინა რამ, ის ამისთვის მზად იყო. მაგრამ მას სჯიან ამდენით კი არა, ამდენით. ესე იგი რას ნიშნავს ეს? ალეკომ თუ ჩაიდინა ამდენი, ახლა სახელმწიფომ ჩაიდინა ამდენი და ალეკო თუ იყო დასაჯელი ამდენისთვის, ახლა სახელმწიფოა დასაჯელი ამდენისთვის. ამიტომ ჩვენ ახლა ამ ბიცილოში და სახელმწიფო პროპაგანდის მასში რა ქვია პირობებში არ უნდა დავკარგოთ სტანდარტი სახელმწიფო ცხოვრების, ადამიანის უფლებების, სახელმწიფოს ვალდებულების, მოქალაქის ვალდებულების და ასე შემდეგ. ამასთან გვაქვს საქმე, პასუხები აქ წერია, უდანაშაულობის პრეზუმპცია აქ წერია და რომ არავინ არ არის დამნაშავედ, არ შეიძლება იყოს დამნაშავედ მიჩნეული ხელისუფლების მხრიდან, მაშინ როდესაც ყველა შესაძლო თანამდებობის პირი წინა ხაზის ქართული ოცნების ამ პროცესში ჩაერთო და სანამ პროკურორი რამეს იტყოდა, მანამდე ბრალი წაუყენეს, სანამ მოსამართლე რამეს იტყოდა, სასჯელები კვალიფიკაცია გააკეთეს და გამოიტანეს ყველაფერი. ესაა პრობლემა. ბატონ დავით, თუმცა მიუხედავად აი თქვენი ამ პოზიციისა, პირადად თქვენი პოლიტიკური ძალის ქართული ოცნება დღემდე ითხოვს თქვენგან გამიჯვნას და დაგმობას იმ საქციელის რის გამოც დღეს განაჩენი გამოუტანეს ალეკო ელისაშვილს. აგერ შემიძლია მას თქვენი ადგილმონაცვლე უწოდო შალვა ბაბუაშვილს? სამართლებრივად ასე ქვია? ხო, ადგილმონაცვლე მთლად არ არის, ვერ არის, მანამ დღეს ვაიყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის. ხო, თქვენმა ადგილმონაცვლემ შალვა პაპუაშვილმა, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ ალდემ ან უნდა აიძულოს პარტია ლელო გაემიჯნოს ტერორიზმს, ან გარიცხოს ლელო საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება. იცით, ამ საკითხებში პარტია ლელოს ძალიან მკაფიო პოზიცია ჰქონდა და აქვს. იმ კონკრეტული ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში ლელომ გააკეთა პარტიის განცხადება, სადაც ჩვენ შევაფასეთ ეს ვითარება და ის რაც ალეკომაც თქვა, რაც გააკეთა და როგორც გააკეთა, ის ლელოს არც მოუწონებია, არც რაღაცა შეუგულიანებია, არც დაგეგმაში მიგვიღია მონაწილეობა, არც მის შემდგომ მიჩქმალვაში და ასე შემდეგ. ერთადერთი, რასაც ლელო აკეთებდა და ხვალაც გააკეთებს, ეს არის ყველა ადამიანის უფლების დაცვა. ვინც არ უნდა იყოს ეს ჩემი ადგილმონაცვლე იქნება ხვალ თუ ვინმე სხვა და სადმე აღმოჩნდება ისეთ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო დევნის მას, დიახ, ლელო იქნება იმის სადარაჯოზე, რომ იმ ვიღაცის უფლებები პროცესუალური, პატიმრობაში ყოფნის ვადები, მტკიცებულებების უტყუარობა და მთელი ეს ყველაფერი იყოს დაცული. და ლელო ამ პროცესში იყო სწორედ ამ მიმართულებით ჩართული. და რადგან ასე იყო ჩართული, ჩვენ დიახაც ზუსტად დავინახეთ, რომ არანაირ ტერორისტულ დანაშაულის შემადგენლობასთან არ ქონდა ჩვენ საქმე. ამიტომ ის რაც ვერ დავინახეთ არ ყოფილა ვერც პროკურორმა დაადასტურა და ვერც მოსამართლეებს და არტკიცებულებებმა, ჩვენ იმას ვერც გავემიჯნებით და ვერც დაუპირისპირდებით და ვერც დავეთანხმებით და ასე შემდეგ. ჩვენ ხედავთ კიდევ ვიმეორებ იმას, რომ
ალეკოს მიერ ჩადენილი არა მისასალმებელი საქციელი და ჩვენ ეს თქვით თავიდანვე პოლიტიკურადაც და ყველა თვალსაზრისით ხელისუფლებამ გამოიყენა საბაბად მის მიმართ ანგარიშტორების შურისძიების ამასობაში ეხლა რისი თქმა უნდათ ამითი ლელომ საერთოდ თვალი დავხუჭოთ და ვერ დავინახოთ რას ჩადის ხელისუფლება კონკრეტულად ლელოს ლიდერების წინააღმდეგ რამდენი წელი ატარეს ის ხალხი სასამართლოში იმისთვის რაც შემდეგ აღმოჩნდა რომ ყუილი ბრალდება ყოფილა რამდენჯერ დაატარებენ ახლა სასამართლოებში ბადრი ჯაფარიძეს სხვა პოლიტიკურ ლიდერებს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის თუ გადატრიალება განმოტრიალების საქმისთვის ჩვენ ლელომ ან ნებისმიერმა საღადმოაზროვნე ადამიანმა ვერ დავინახოთ რომ ჩემი ადგილმონაცვლე თუ სხვისი ადგილმონაცვლე დღეს ვისაც ასე ვთქვათ სადავეები უყრია შვიდად ხედან და უყურებენ ამ პროცესს როგორ აღიძრა საქმე რა პირობებში აი ბადრის და სხვების წინააღმდეგ მე თვეების განმავლობაში როგორ იმართებოდა მხოლოდ 1-2 საათიანი პროცესი და ახლა იმართება და ახლა ტელემაყურებელს შევახსენოთ 3 თუ 4 კვირაში 3 და ასე შემდეგ და ტელემაყურებელს მე მგონი მაინც შევახსენოთ ვიხართ ვისა რომ ყველა სპეციალისტები გაგხარდეს პოლიციის სამართლის პროცესის რომ როდესაც სასამართლო იწყებს საქმის განხილვას უკვე იმ ეტაპიდან ანუ თებერვლიდან პროკურატურას, პოლიციას, სულს და ყველას დამთავრებული აქვს ყველაფერი, გამოძიება დასრულებულია, საქმე აკინძულია, 27 ტომია, 57 ტომია დევს უკვე. ანუ თვეში ერთხელ პროცესის ჩატარება იმას კი არ უკავშირდება, რომ ჯერ კიდე რაღაცეებს აგროვებდნენ, ეს მანამდეა, სანამ სასამართლოში განხილვა დაიწყებოდა. ანუ ყველაფერი დასრულდა, ესე იგი დააბრალეს ამ ხალხს ქვეყნის რაღაცა დანგრევის მცდელობა და ამ დანაშაულის ჩადენა და თვეში ერთხელ შეიკრიბებოდნენ სასამართლოში. მე უცებ და რატო როგორღაც დაემთხვა ეს ამბავი პრემიერის ცნობილ გამოსვლას, სადაც საპატიო თავმჯდომარეზე იყო საუბარი და კიდე რაღაც მოვლენებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა მე ცოტა იმედგაცრუა. ახლა ვისხდეთ და ვერ დავინახოთ, რომ ამ პროცესებში პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტრუმენტების და სტრუქტურების ბოროტად გამოყენება. ჩვენ ეს გვახსოვს, ნაციონალური მოძრაობა ასე რომ იქცეოდა, ასე რომ იყენებდა, ასე რომ სჯიდა პოლიტიკურად არასასურველ პირებს. ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილს, ხვებს და უდანაშაულ ადამიანებს დაატარებდნენ სასამართლოებში, დამწყობდნენ ციხეში, ეს კარგად გვახსოვს. და აღარ გვინდა ეს, არც დღეს, არც გუშინ გვინდოდა და არც ხვალ გვინდა. ეს რომ არ მოხდეს, ამაზე ლელომაც უნდა აიმაღლოს ხმა და ნებისმიერ საღადმოაზროვნე ადამიანო, კიდევ მეორე, ვინმე ჩაიდინა ამდენისთვის სასჯელის გამოტანა მტკიცებულებების საფუძველზე და უფლებების დაცვით, ეს არის სახელმწიფო ინტერესი. ამდენი ჩადენისთვის სახელმწიფოს მიერ ამდენად დასჯა, ეს არის სახელმწიფოს მიერ უკვე ჩადენილი იმ ტიპის ქმედება და ეს პირველი არ არის, კიდევ მეორე, ჩვენივე ლიდერების წინააღმდეგ უკვე ჩადენილი აქვს და კვლავ აპირებენ ჩადენას. ამიტომ ამ ყველაფერს ისევ და ისევ არ ჭირდება დიდი რაღაც პროფესორობა ან სამართალში გარკვეულობა, ელემენტარულად ნებისმიერ მიუხედავად იმისა, ვისი მომხრე ვართ, უნდა უბრალოდ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა, რომ ახლა რასაც ხედავ, რასთან მაქვს საქმე? ეს არის სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულება, თუ ეს არის ადამიანის გამოჭერა კონკრეტულ თემაზე, რომელიც შესაძლოა დასჯადი იყო, მაგრამ კიდევ მეორე ამდენად და ახლა ამდენ სურჩი, იმიტომ რომ მინდა რომ ყველანაირად ესე მოკრიბო. იგივე მიდგომას ელოდებით ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე, რომელშიც თქვენი პარტიიდან ორი ლიდერი არის ბრალდებული. ანუ ეს აჩქარება რა საჭიროა? თქვენ რას უკავშირებთ? იმიტომ რომ ვერსიები არაერთია. აბა, ვიცით, ნაკლებად ვფიქრობ ვერსიებზე და რატო გეტყვით? აი, როგორც თავიდან დაიწყეს უსაფუძვლოდ. მე როგორც დაიწყეს მისი გაწელვა რატომღაც რაღაცისთვის ჭირდებოდათ შიგნით თუ გარეთ რაღაცა ამბებისთვის. მე როგორც დააჩქარეს ახლა, ანუ უზენაეს ფუნქციას ხელისუფლების განსაჯოს ადამიანი დასაჯოს დამნაშავე გამოიწვიოს, ანუ უზენაესი ვალდებულება, ამიტომ გვინდა ხელისუფლება კანონის საფუძველზე, კონსტიტუციის საფუძველზე, საპროცესო უფლებების საფუძველზე და ასე შემდეგ. ამას იყენებს მოქმედი ხელისუფლება, ისე როგორც ერთი მხრივ, აი პირველ მეორე კლასში ბავშვები რო წაკინკლავდებიან და იქ რო ნებისმიერი მეთოდი მოსულა, შენ თუ მომწიწკნე, ეხლა მე ყველანაირად შევეცდები რომ რაღაცა იქნა. ან მე უფროსწმას დაუძახებ და ეხლა ის რაღაცას გიზავს. ან როგორც ხდება ქუჩაში გარჩევები. რაღაც სამყაროში ზოგადად ესე იგი მე ახლა მაგ
შესაძლებლობა და შენ გაგანადგურებ. რა ქუჩაში აგერ მოქმედი დეპუტატი დააკავეს, ჯერ ქართული ოცნების და შემდეგ უკვე ხალხის ძალაში პორტირებული ლეთოდიანი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით. ეს ქურდული სამყარო მართლა ის კი არ არის რაღაცა ციდან ჩამოვარდნილი, ის საზოგადოებაში გაიფურჩქნება ხოლმე, როცა ამას აქვს ნოყიერი ნიადაგი და თუ ხედავს ვიღაცა ამ ტიპის აზროვნების თუ ღირებულებების მქონე ადამიანი ქურდული რაღაცეებს თუ ხედავს რომ ხელისუფლება ქურდულად ურჩევს საქმეებს თავისივე ყოფილ პრემიერებს და თავისივე ყოფილ მას რა ქვია პარტნიორებს მარტო ბაჩიაშვილის საქმე რა დღის და მასთან დამოკიდებულია, როდის აღიძრა საქმე, როგორ დაპატიმრდა, როგორ გამოუშვა, რა პირობებში, ვისთან. ანუ ამ ტიპის გარჩევებს რო ხედავს, ერთ წუთი აღარაფერს ოპოზიციასთან დაკავშირებით. ვერეს ხედავენ ბავშვების და დიდების და იწყებენ ფიქს, რა, ეს საინტერესო, რომანტიულია, ხო და მე არ ვიცი, ბოდიშვიხდი იმ ადამიანთან და მის ახლობლებთან, უბრალოდ გვარი არ ვიცი, ლეთოდიანი, ხო, ლეთოდიანი იქნება. ყველა საინფორმაციო მის სახელსა და გვარს ატრიალებს. რა გვარის ადამიანი იქნება? კი, საზოგადოებაში ასეთი მოვლენები მერე მძაფრდება, მერე მკვიდრდება, იმიტომ რომ ხელისუფალმა უნდა მისცე მაგალითი. აი პარლამენტში მერე რა მოხდაო, ყველგან ჩხუბობენ, ჩვენც უჩხუბებთ და ხვალ კიდევ ვიმეთ ჩაიდენს, ამას ჩავიდენთო. ხო, ვიღაცა კიდე თავის სამეზობლოს ჩაიდენს ამას რა, სამეზობლო რაში რატო არ შეიძლება მეზობლებს შორის მაშინ ურთიერთობა ასე წარიმართოს და ასე შემდეგ. ესაა პრობლემა. ხო, ხმა უნდა აღვიმაღლოთო თქვენ თქვით და ესე თუ სამართლობაზე უფრო მძაფრი რეაქცია უნდა გქონდესო. ხო, არ ვიცი რას გულისხმობდით, სხვათა შორის დღეს ნიკა გვარამიამ თქვა, ისევ ალეკო საქმეს ვუბრუნდები, აქედან გამომდინარე რომ შესაძლებელია უფრო ხმამაღალი გამოხატვა პროტესტისა ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ ოპოზიციის დიდ ნაწილს დაჭირდეს ახლო მომავალში. მოკლედ ამ კაც ყურადღების მიღმა ვტოვებთო ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაც ყურადღების მიღმა ვტოვებთ, იმიტომ რომ ქოცების მიერ მისი ტერორისტად შერაცხვა გვაკომპლექსებსო. რა ვიცი, იზიარებთ მის ამ პოზიციას? მე არ ვიცი, თუ თვითონ გძნობს რომ რაიმეთი იყო დაკომპლექსებული, იმედია დააღწევს თავს. კიდევ მეორე, ლელოს არანაირი კომპლექსი არ ქონია. ეთქვა ის, რომ რაც ვნახეთ და რაც ალეკომ თქვა, რომ კი ეს გავაკეთე, რომ ეს არ იყო სწორი და არც მოუწონეთ და კიდევ მეორე, არც მივესალმეთ და არც გაუზიარებია თავისი გეგმები და ასე შემდეგ. ეს არის ერთი მხარე და ეს არის ერთი თემა და ამიტომ მიდიოდა გამოძიება თუ სასამართლო პროცესი ლელო იყო ამ პროცესში გულშემატკივარი იმისა რომ დამდგარიყო ობიექტური გადაწყვეტილება, გამოკვლეული მტკიცებულებები და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი მეორე დღიდანვე საქმის ასე ვთქვათ დაეტყო მიმართულება რომ ხო კიდევ მეორე ამდენში გამოგიჭირეთ და ახლა ამდენს დაგიმატებ და გამოგამწყდებ ციხეში თუ კი რამე სასჯელია იმ ხელათი. ეს პროცესი იყო, ამიტომ ამ ნაწილში მე არ ვიცი ვის რა კომპლექსი შეიძლება კონდეს, მაგრამ თავისთავად ის ამბავი როგორ უფრო ეფექტურად შეიძლება შევებრძოლოთ ამ ხელისუფლებას, მე პირადად მგონია და არ მგონია მარტო ვიყო ამ ქვეყანაში, რომ ამ ხელისუფლებასთან და მასთან გამკლავება არც სადმე შესვლით და იმ ტიპის ქმედებებით ახლოვდება, რაც ალეკომ გააკეთა, არ მგონია რომ ეს პოლიტიკურად სწორი იყო, მე მესმის მისი ესე იგი აღშფოთება ყველაფრით, რაც პერსონალურად მას დაემართა, რაც ქვეყანაში ხდებოდა, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები თუ ვართ და რაღაცა ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, მაშინ უნდა გაუძლოთ ამ ამბავს. არც 4 ოქტომბრის ამბები იყო, მთელი თავისი სცენარი და ყველაფრით, რაიმეთი ხელისშემწყობი იმისთვის, რომ ხელისუფლება დავასუსტოთ და ასე შემდეგ. ეს არის ერთი თემა, მაგრამ კიდევ მეორე კონსტიტუცია იმიტომ დამაქვს, რომ აქ არ წერია, რომ მე რომ გონია ვინმე სწორი ადამიანი მხოლოდ ისაა აღჭურვილი კონსტიტუციური უფლებებით და თუ მე დავასკვნო ვიღაცა არასწორი ადამიანია, ეშლება, მაშინ მას ეს უფლებები აღარ აქვს, მაშინ მას ვიღაცამ შეიძლება დაჩაგროს, სასჯელი დაადოს, სცემოს, გააძევოს და 1000 უბედურება დამართოს. არა, ასე არ არის და კიდე რამდენი წყება ხელისუფლება უნდა შევცვალოთ ამ ქვეყანაში, რომ საზოგადოებამ ვისწავლოთ ჭკუა. მე არავის არაფრისკენ არ მოუწოდებ ახლა. ასეთ ვითარებებში როგორ შეიძლება როცა ყველაფერი ნათელია. ელემენტ მე იმიტომ ვთქვი, მე არ მithქვამს რომ მოდი ახლა მე და თქვენ ეგ მე მოდი ეს ჩავიდინოთ. მე ვამბობ, მოდი ადამიანებო საკუთარ თავთან ჩავიდინოთ შიგნით. ჩემთვის.
ჩემთვის შიგნით დავარქვა სახელი. თუ რაიმე მიზეზის გამო არ გამოვალ, არ ვიტყვი, არ გავუმხელ ვინმეს რაღაცების გამო, ამაში არ აქვს საქმე. ჩემთვის მინდა დავასკვნა მე და ნებისმიერმა სხვამ, რომ ასეთი ქმედებები პირიქით სხვა ხელისუფლებების მიერ ჩადენილი გვინახავს იმ ხალხის მიმართ, ვინც ვერ ხელისუფლებაში მოვიდა. ეხლა იმის ნაცვლად, რომ ეს ქმედებები წავშალოთ, მოვსპოთ, აღარ გავაკეთოთ, ახლა ის ადამიანები ელემენტარულად სამაგიეროს პრინციპით თითქოს, ხო? ერთ ალეკო რაშუაშია წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ მე ვაზოგადებ ამ თემას. ჩვენ უნდა საკუთარ თავს გავუმკლავდეთ, საკუთარ თავში ჩაბუდებულ რაღაცა ტიპის, არ ვიცი, ნაკლებად კონსტიტუციურ, ნაკლებად სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მიდგომებს, რომ ზოგჯერ ვიღაცა რომ არ მომწონს, იმას თუ სხვა ვინმე დაჩაგრავს, ეს მიხარია. აი ახლა დღეს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ოცნების მომხრე, ხარდამჭერი, გახარებულია. იცით, მეგობრებო, თუ დაინახავთ რომ გჯერა რომ სამართალმა ჭამა პური, სამართალმა რო პური ჭამა, ამითი უნდა იყო გახარებული და არა იმითი რომ ვიღაცა დაიტანჯება ამის გამო. ეს არის რაც აქ წერია და ეს უნდა დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. თქვენ არ გემშვიდობებით, კიდევ ბევრი თემა გვაქვს განსახილველი. მე დავაანონსე რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი იმართება, თემა 4 ოქტომბრის საქმეა, გვაქვს მე მგონი შესაძლებლობა პირდაპირ სიგნალი შემოვიყვანოთ ეთერში, აი კადრში ხედავთ თქვენ უკვე ბრიფინგის ტრიბუნა მზად არის, ვნახავთ ვინ იქნება სპიკერი, თემა როგორც წინასწარ ვიცით ანონსიდან იყო 4 ოქტომბრის საქმე. მოდი დავტოვოთ კადრი და მე თუ შემიძლია გავაგრძელებ საუბარს რესპონდენტთან იმისათვის რომ დრო არ დავკარგოთ ეს მოლოდინის რეჟიმში და როგორც კი დაიწყება კი ბატონო ბრიფინგი თუ რამე გამოგრჩება აუცილებლად დამაწევთ ამას. როგორც კი სუსი გამოჩნდება გავისუსებით. გავისუსებით აუცილებლად. ხო, როგორ უნდა შევცვალოთ, ხო, ხელისუფლებავი სხვა სიტყვებით თქვით, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო. იცი რა, მე მეგონა რომ არათუ გზა ხელისუფლების შეცვლისა და სტრატეგია არამედ ოპოზიციას გარკვეული ქონდა ცალ-ცალკე თუ არ ვიცი ერთად ალბათ უფრო ცალ-ცალკე ვის რა უნდოდა დღეს აღმოჩნდა რომ ესეც კი სათუოა ყველა უნდა დაფიქრდეს რისთვის იბრძვის სიტყვების რა ხაროხი არაფერს ცვლის და ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანეს ისევ გვარამიას ვაგრძელებ გვარამია ან მომიყვანეთ აქ და იქ ვისაუბრეთ ან და დავანებეთ თავი იც რატო არ გინდათ ამის კომენტირება ყველა უნდა დაფიქრდეს თქვენ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ კი ბატონო მე არც ის მინდა რომ უსუფაშო მე ეს თქვა და გვარამიას კითხოთ ხვალ ხო ნახეთ საქმე ეხება გარკვეულ ერთობას ანუ ეს ის კაცი არის ანუ გვარამია რომელიც დღემდე არ ვიცი იმედი აქვს თუ არა კიდევ რომ შესაძლებელია ლელო ძლიერი საქართველო რაიმე ფორმით ამ ერთობაში იხილოს მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის სურვილი აქვს და განსხვავებით მისი თანაალიანსელებისგან ამ სურვილს არც მალავს ამიტომ შესაძლებელია ამ განცხადების ადრესატი გარკვეულწილად თქვენი პოლიტიკური ძალაც იყოს შესაძლებელია ამაზე ვიმარჩიელო მე არ ვიცი გვარამიას თუ რამეა გასარკვევი ლელოსთან ლელოს ლიდერების ყველას ტელეფონი იცის ზუსტად და კარგად და შეუძლია 2 წუთში დაარეკოს და შეხვდეს ან დაელაპარაკოს ნებისმიერს თუ რამე სასაუბრო აქვს. ამასობაში, როდესაც საუბრის დრო და ვითარებები ყოფილა, მაგალითად წინა საპარლამენტო არჩევნების წინ, კი, მაშინ იყო საუბარი და ხო ჩვენ და გასაოცრად თემა რომლის გამოც ის საუბარი წინ ვერ წავიდა ხო აღმოჩნდა შემდგომ ძალიან დიდი და პრობლემური და ჩვენ ამაზე ხმა არ მოგვიღია იქ სხვა პარტნიორებმა დაიწყეს მისმა და ვიცი დღევანდელი ალიანსის პარტნიორებმა გარკვეული პიროვნებების საუბარი და ეს დიდი და პრობლემური თემა არის სალომე ზურაბიშვილი როგორც ერთიანი არ მინდა მე რატო გეუბნებით რა მართლა არ მგონია და არ თვლი რომ ეს არის მნიშვნელოვანი ახლა ვის როდის რა აზრი გაუჩნდება იმაზე ვილაპარაკო ლელოს აზრი და პოზიცია ჰქონდა და აქვს ძალიან მკაფიო 20-შიც 24-შიც 25-შიც დიახ ჩვენ თვლიდით რომ 2025-ის ადგილობრივ არჩევნების გარშემო დარაზმვა იმ ვითარებაში იყო სწორი გზა მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი და ეს შესაძლებლობა იქნა ხელიდან გაშვებული ეს არასწორი იყო ხვალ იქნება მსგავსი ვითარება ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ და ისევ დავიჭერთ სწორ პოზიციას ოპოზიცია როგორც ასეთი როდის რას გააკეთებს ეს არის
შეუძლებელი რომ განსაზღვროთ. იმიტომ რომ ამ ოპოზიციაში არის ესეც და ესეც. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში იმაზე რომ კი განსხვავებული მოსაზრებებია, ლელოს პოზიციები და მოსაზრებები და ხედვები ნათელია საზოგადოებისთვისაც, პოლიტიკური ლიდერებისთვისაც და თუ ვინმეს რამე კიდე რამე გასარკვევი აქვს, კიდე მზადვართ რომ ვისაუბროთ. რამდენიმე მიზეზის გამო გეკითხებით, ხა არ მინდა რომ არასწორად გაიგოთ რომ რაღაცა მხოლოდ გვარამიას განცხადებების კომენტირებას გთხოვთ. არასწორად არ გავიგებ. კი ბატონო, ნახეთ, საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ ძლიერი ალტერნატივა ოპოზიციური და ეს ძლიერი ალტერნატივა ვინც ძლიერ ალტერნატივაზე ლაპარაკობს, იქნებ ძლიერები რომ არიან, იმას ნუშლიან, ნუ აქ უცმაცებენ და მერე გადიან სადღაც ერთ გორაზე, მეორე გორაზე და იქიდან ლაპარაკობენ, ეხლა ძლიერი უნდა შევქმნათო. და ბიჭო, ძლიერში რომ იყავი და იქ იყავი, ის გაგეძლიერებინა კაცო. გვარამიას მისამართი. ყველას ვეუბნები ამას, მარტო გვარამიაში იყოს პრობლემა, ნიკას მე აუხსნე და დაველაპარაკებოდი. მიშაშიც არის პრობლემა, ანუ რასაც ვხედავთ ახლა ის შლის არსებობარია. პრობლემა. ამ პრობლემას და ამ არასწორ ქმედებას ვინ როდის ჩაიდენს ან ჩაუდენია ან რა ვიცი დღეს ჩადის, ხო? ეს ახლა რა შევხედოთ და დავინახავთ, არა. ზოგადად ძლიერი ალტერნატივა, რა თქმა უნდა, საჭიროა. და ძლიერი ალტერნატივის შენება საჭირო და ძლიერი და აუცილებელია თუ ახლა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატია, ხო? და იქ 48 გუნდი იყო წასული. როგორ ფიქრობთ, რომელიმე გუნდი იქ მიდიოდა და თვლიდა რომ არ არის აუცილებელი ვიყოთ ძლიერი? თუ მიდიხარ კონკურენციაში, თუ მიდიხარ დღევანდელ ვითარებაში, ბრძოლაში, რა თქმა უნდა იყო ძლიერი. მაგრამ მე ამასობაში უნდა კონდეს იმისი ჭკუა, რომ რა გაძლიერებს და რა გასუსტებს და თუ ძლიერობა გინდა უნდა გაძლიერდე. იქ ტრამპა კი დაურეკა FIFA-ს პრეზიდენტს და რაღაცები ჩააწყო, მაგრამ იქ ხომ ყველასთვის თანაბარი პირობები არის მოედანზე შექმნილი, ხო? ძლიერი არ უნდა იყო? არა, ძლიერი აუცილებლად უნდა იყო, მაგრამ ანუ შეგიძლია თანაბარ კონკურენციაში დაამტკიცო შენი სიძლიერე და არა უთანასწორობაში, სადაც შესაძლებელია დაგჯაბო. თქვენი არგუმენტი უყურეთ რას ნიშნავს? დიახ, როცა თანაბარი პირობებია და თანასწორობაა, მაშინაც აუცილებელია სიძლიერე. და თუ უთანასწორობასთან გაქვს საქმე და ხელისუფლება უთანასწორო ვითარებას ქმნის, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს. ხელისუფლებას რომ მოუგო 52%-იანი მხარდაჭერა საზოგადოებაში არ არის საკმარისი. საჭიროა 72%-იანი მხარდაჭერა ჯამური. ეს არის მალე ელემენტარული ამბავი. დიახ, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყო და კიდევ უფრო სიძლიერეს, რაც ხელს შეუწყობს, იმას უნდა აკეთებდე, ვინც ამ ჭკუამდე ხარ მოსული და არა პირიქით. კი ბატონო, აი დღეს არის რაიმე რესურსი და შესაძლებლობა, რომ ესეთი ძლიერი, არ ვიცი, ოპოზიციური ალტერნატივა შეიქმნას. თუ თქვენ ამ თემაზე დაასრულეთ უკვე საუბარი. არა, როგორ დავასრულებ? ჩვენ არც ერთი დღე არ გვიარსებია ძლიერი საარჩევნო ალტერნატივის შექმნაზე ზრუნვის გარეშე. პოლიტიკური პარტია ლელო ამითი იყო დაკავებული, ამითია დაკავებული, ვინც ამითია დაკავებული, მასთან ერთად შეიძლება ერთმანეთის გაძლიერებაზე საუბარი, მაგრამ ვინც ზის და ელოდება, როდის იქნება კარგი საარჩევნო გარემო, რომ მე არჩევნებში მონაწილეობისთვის დავრაზმო ხალხი, მე იქ სიძლიერე როგორ გინდა მიიღო. ამიტომ აქ მარტივადაა საქმე. პირველ რიგში რაც მოვისმინეთ ახლა უსმენდი და უსმენდი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ძალიან მინდა, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს არავინ არ უქმნიდეს ისეთ ხიფათებს, როგორიც არის აფეთქება და დივერსია და 1000 უბედურება. ამიტომ ძალიან მინდა, რომ მე ვიყო 100% დარწმუნებული, რომ ჩემი ხელისუფლება ამას ებრძვის ეფექტურად, ებრძვის მუდმივად და არის მის იმედად მე ჩვენ გძინავს მშვიდად. ეს ყველაფერი მინდა. მაგრამ ამ ხელისუფლების და ამ სამართალდამცავი სისტემის ის ქმედებები, რომელზეც წაღან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და აღარ გავიმეორებ. თავად 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ საკითხებში მათი პოზიციონირება და მათი ქმედებები. იმ კრიტიკულ ვითარებაში, რაც ვნახეთ, იმ ღობის გადანგრევა, გადმოგრევა თუ და ასე შემდეგ, სად იყო მაშინ ან დაცვა, ან მაშინ პარლამენტი სამი ალყით იყო ხოლმე დაცული სპეცნაზების მხრიდან და ესე იგი 20-ში ვერ მივახლოვდებოდი, გამოცხადდა მივდივართ იქით და ნახევარ საათ შემდეგ მივიდა ხალხი და კაცშვილი არ არის იქ და ასე შემდეგ. ანუ უამრავი ასეთი ამბავი იყო. თავად ეს 4 ოქტომბერი ძალიან კომპლექსური მოვლენაა. იქ იყო უამრავი
რა ვიცი 95% მოქალაქეების მორიგი რაღაცა იმედით რომ რამე მოხდება სასიკეთო ვისაც არც დაგეგმაში მიუღია მონაწილეობა არც გეგმა ცოდნია არც ვინმესთან კონტაქტი ცოდნია და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ცუდი ამბავი ისაა რომ ჩვენ 100,000-ობით მოქალაქეს ხან ამგზით ხან იმგზით კვლავ იმედგაცრუებას რაღაცა მოუვლენთ ხოლმე გარდა ამისა ჩვენ ნახეთ იქ ორგანიზატორების გაუთვლელობა 4 ოქტომბრის არც დაგეგმაში მიგვიღია მონაწილეობა არც ორგანიზებაში არც ჩადენაში და არც ყველაფერ არაფერში ამ შემთხვევაში არც ლელოს და არც მე მაგრამ კიდევ მეორე გვაქვს თვალები ყურები პატარა ორი უჯრედი გვაქვს ტვინში და ვაანალიზებთ რაღაცებს კი ჩვენი დავინახეთ ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა ამ გზით წასვლის შემთხვევაში, მაგრამ დავინახეთ ხელისუფლების უხილავი ხელიც. მის მიერ ამ მახეში შესული თუ შეყვანილი პროცესის, ასე ვთქვათ, ბოლომდე მიდენის და მე აქედან გამომდინარე, მანამდე თუ კი რამე ჩაიდინა თავად ხელისუფლებამ ყველაფრის გაправების, ყველა პროტესტის მქონე ადამიანის თვის ამ კლეიმოს მიწებების რო აი თქვენ ხართ ასე ეს ყველაფერი ვნახეთ ამიტომ ვამბობ რომ ხელისუფლება მინდა მყავდეს მე ისეთი რომელიც 100%-ით უმწიკლოა ალეკო ელისაშვილთანაც უმწიკლოა თქვენთანაც ჩემთანაც რომ მე რო გამოვა და ასეთ განცხადებას გააკეთებს მე შვებით ამოვისუნთქებ რომ ხო იქაც ესე იგი უმწიკლოა და ჩაიდინა გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა რასაც მისგან ველოდი ყველაფერთან ერთად ეს ქართულ სომხური საზღვრის შუა ნეიტრალური მწვანე ადგილი რაღაცა უკვე იმათ იქცა ხო მოჯადოებულ ასე ვთქვათ ესე იგი დამნაშავეები დარბიან მე მივლენ გაჩერდებიან იქ და ელოდებიან როდის მივლენ ჩვენი სამართალდამცავები და აიყვანენ. ნუ რა ვიცი ხო ფაქტობრივად ხო? ბევრი ასეთი თემა და ამბავია. კიდევ მეორე. მე მინდა რომ ჩემი ხელისუფლება იცავდეს კანონს, კონსტიტუციას და ყველაფერს. და არ მინდა რომ ან მე ან ვინმე სხვას გვებადებოდეს კითხვები. ამ თემასთან, იმ თემასთან იმიტომ რომ ეს ქვეყანა სავსეა კეთილი ადამიანებით, სავსეა ასევე ბოროტმოქმედებით. ბოროტმოქმედები ცოტანი არიან, იმ ცოტას მე მთელი სახელმწიფოების ჩვენი სახელით, ჩვენი ბიუჯეტით, ჩვენგან მიცემული უფლებით ასე მინდა რომ ებრძოლონ. მაგრამ კიდევ მეორე ამ საქმესთან დაკავშირებით, ესე იგი ბადრი ჯაფარიძე იმასთან აქციაზე ხმამაღლა ესაუბრებოდა მოქალაქეებსო, მოწმემთქვაო. და პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ხალხთან აქტიური მიმართვითო. და ესე იგი საბოტაჟს ჩადის. ვაშაძე საერთოდ თურმე იღიმოდა აი ამ ასე ვთქვათ ხელისუფლების დამხობის მოწოდებებზე და ესე იგი მოწონდაო. ხო და მთელი ამბავი აქ რო წერია რაღაცეები ხო? ის ამას ავიღებ. აქ როგორი ამბავია? დანაშაული რომ მე ესე იგი შემერაცხოს და თქვენი სახელით მე ვინმე მოსამართლემ ამა თუ იმ გვარის ადამიანმა თქვენი სახელით იმ რომ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სახელით მითხრას ახლა შეუნდა ჩაჯდე იქ და უნდა აქ უნდა დაამტკიცოს ძალიან ბევრი რამ რომ ჩემი განზრახვა იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ წავსულიყავი ჩემი განზრახვა იყო დამემხო ხელისუფლება მე ამეღვეს და ასე შემდეგ ახლა ესენი ამ სტანდარტს ჩამოყავთ აი აქამდე. ახლა მათი სტანდარტებით მე და თქვენ რა ვიცი შეიძლება 30-ჯერ ჩავიდინეთ რაღაცა უბედურება. იმიტომ რომ აქ იცით რომ ჟესტიკულაციებით არაფერი გვინიშნებია ბატონო დავით ერთხელ ცოტა რომ ისე გაიღიმე მე მგონი რაღაცა სხვა იფიქრე შემაგროს და ცოტა დასაკვირველია. მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დგება, აი ბევრი საუხსნელია კი მაგრამ ეს როგორ შვებიანა. ყველაფერი თავის ადგილზე დგება როგორც კი დავინახავთ რომ ხო აქ ისევ იმასთან გვაქვს საქმე. როგორც კი ხელისუფალი ამბობს რომ სახელმწიფო ეს მე ვარ. მე მას რაც არ მოწონს პერსონალურად მის წინააღმდეგ თუ კი რამე იქნება ნათქვამი ისო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებ. და ასე შემდეგ. კი ბატონო, და აი რადგან ცოტა დრო რჩება ყველა შეკითხვას გავაერთიანებ და ასე გკითხავთ, თქვენ საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ. ამიტომ ყველაზე უკეთ დაინახავდით ახლა რისი მცდელობა აქვს ოპოზიციურ ფლანგზე, რასაც თვალსაჩინოდ ხედავთ, ხო, რასაც რაღაცა განსაკუთრებული ჩაძიება არ ჭირდება. შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ამბობენ ერთნიდან, პრინციპი გასაგებია. ვინ ამბობს მაგას?
ოპოზიციური ალიანსი ეს მათი ასე ვთქვათ საბრძოლო პოლიტიკური დევიზია. სალომე ამბობს, სალომე ზურაბიშვილი, რომ აუცილებელი ერთიანი ფრონტი მათ შორის საარჩევნო ხმების დასაცავად. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მიშა versus ბიძინა, რეალურად ეს მოცემულობა იქნება პოლიტიკური და ამას უნდა გაუსწოროს ყველა თვალი და ან ერთს უნდა ჩაებას, ან მეორეს. აი რეალურად ამან შეიძლება თუ არა ზიანი მიაყენოს ოპოზიციურ ფლანგს ასეთმა მრავალპოლუსიანმა ფრონტის გაშლამ პოლიტიკურ ველზე თუ პირიქით კარგიც არის და ამომრჩეველი თვითონ გადაწყვეტს რომელი ასე ვთქვათ საბრძოლო ხაზისკენ გადაიხაროს. ეს ყველაფერი იქნება პოზიტიური, ეს მრავალფეროვნება. თუ კი ყველა მეც თქვენც პოლიტიკური ლიდერებიც მოსახლეობაც ამ ყველაფერს დაამატებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. რას ამბობს ლელო? ამ დროს ლელო ამბობს ეს ყველაფერი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში არის აუცილებელი იმ პირობით, რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმ დღისთვის, რომელსაც არჩევნები ქვია, მობილიზაციის, აქტიურობის, რაღაცა სიძლიერის პიკის მიღწევას. ნებისმიერი სხვა შუალედური პიკის დასახვა, რომ სანქციებით გაიქცევა ბიძინა, დემონსტრაციით მას შეეშინდება და წავა. ბევრი ჩვენი რიტორიკით და კიდევ ერთხელ ახსნით რაღაცის. უცებ დაждდება და იფიქრე, უი, ეს რამდენი შეცდომა დამიშვია. ესე იგი, აბა მოდით მითხარით როგორ გავაკეთო, როგორ მოგაბაროთ ხელს. ნებისმიერი ასეთი რამ, ეს არის ანუ შუალედური პიკების გამარჯვების მცდელობა, ეს იქნება მორიგი, არაეფექტური და არასწორი სვლა. თუ ამ ყველაფერს დაემატება ლელოს მარტივი ფორმულა, ეს ყველაფერი კარგია, თუ ის ემსახურება არჩევნების დღისთვის მობილიზაციის, აქტიურობის, სიძლიერის პიკის ფორმაში შესვლას და იმ არჩევნებში მერე ყველას მხრიდან თავისი წვლილის შეტანას. პროპორციული არჩევნების დროს. მიშა versus ბიძინა როგორ შეიძლება იყოს კარგი მათ შორის ლელოსთვის, ანუ ამ ფორმულამ 14 წლის განმავლობაში მხოლოდ წარმატება მოუტანა ქართულ ოცნებას. ეს ნაციონალურ მოძრაობამ ესე იგი იფიქროს ამაზე. ჩვენ ვიზიარებთ ამას, რომ ესე იგი არჩევნებით მიშა უნდა მოვიდესო? ეს მისი აზრია. ეხლა ხო არ შევაცვლევენ ამ ადამიანს და ხო არა უკრავ პირს. ანუ ხომ არ რაღაც არ ვიცი რას ჩავიდენ ის ასე ლაპარაკობს ასე ლაპარაკით თავისი ამორჩეველი გააქტიუროს კი ბატონო ლელო უზრუნველყოფს იმას რომ მისი ამორჩევლის აქტიურობით ბიძინა დასუსტდება მაგრამ ხელისუფლებაში მოვა არა მიშა არამედ ვინმე სხვა ეს ასეა ახლა როგორ ვიღაცამ თქვას რომ ან ის ამბობს რომ რადგან მე ასე მინდა აბა ყველა დანარჩენი გაჩვენდით სახლებში წადეთო ის კიდევ იმერვე ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენაც ჩამოთვალეთ, ეს არის განსხვავებული ფლანგებიდან აქტიურობის ფორმები. პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოსო, ასეთი რაღაცები. თვითონ არ წასვლა უნდა და ახლა მოსვლა უნდა გავიგე. ახლა რა ვიცი, უამრავი ახალი პარტიები იქნება და ყველა ლიდერს რაღაცის პრეტენზია აქვს. გავაკითხეთ, რომ ნებისმიერი ახალი პარტიის ლიდერი რისთვის ემზადება. თავისი პრემიერობის კანდიდატი სულ ცოტა? თვითონ რისთვის ემზადება სამინისტროში სამართლის უფროსად დამნიშნეთ და ჩვენი თქვენი ყავითო? ასე არ არის, კი ბატონო, გავიგე. მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი, ქალბატონებო. მნიშვნელოვანი სხვა რამეა. სანქციებისთვის არის? კი ბატონო, აქციები? კი ბატონო, სადმე ერთობა ხდება? კი ბატონო, რეგიონებში გასვლა და ხალხთან? კი ბატონო, მე მინდა რომ მოვიდე და მე უკეთესი ვარ? კი ბატონო, დაარწმუნე კიდე 2000 ადამიანი გამოვაკელი ბიძინას ლაშქარს. ლელო თავისაშვება. ამ ყველაფერს ექნება შედეგი, კიდევ მეორე. თუ დავინახავთ რომ ამ ყველაფრის პიკი არის არჩევნების დღე და საარჩევნო ყუთებთან უნდა გავაკეთოთ ეს, ხმების დავიცვათ, ესეც გავაკეთოთ. მანამდე სხვანაირად, რომ ჯერ სამართლიანი არჩევნები მოვიპოვოთ რაღაცა ფორმით და მერე ვიფიქროთ ამაზე, ეს იქნება არასწორი გზა. აი, არ მარტივი ამბავი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.